ხო ხვდები რა. აჰა. ჩაირთო. ჩაირთო. მოგესალმებით მეგობრებო, ესე ამ ვიდეოში ვიმოგზაურებთ ქარეში ძამის ხეობაში. თავარი მიზანი ძამის ხეობაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, არის შუანოს მთა, იმიტომ რომ შუანოს მთაზე არ ვარ ნამყოფი, მეც პირველად მივდივარ, შევეცდები რომ ამაზე ვიდეოები გადავიღო, დაჩვენოთ, შემოგთავაზოთ. ხო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა რაღაც თქმა უნდა. ეხლა პირველ რიგში სანამ ძამის ხეობაში წამოვიდოდით, სარკის წმინდა გიორგი გადავწყვიტეთ, რომ სარკის წმინდა გიორგი მოვინახულოთ. დღეს ესეთი გეგმა გვაქვს, რომ დაბლა დავბანაკდეთ ძამის ხეობაში და ხვალ დილიდან ავალთ უკვე მერე. ღამით რა თქმა უნდა, კარვებით დავრჩებით, კოცონსაც იმედია დავანთებთ, ტყეებია და შეშეს მოძიება არ გაგვიჭირდება და ნუ მოკლედ ყველაფერს ვნახავთ ვიდეოში. წავედით. ძალიან ლამაზ გზას გადიხარ. სანამ სარკის წმინდა გიორგისთან მიხვალ. დაი მოვედით, გამოჩნდა სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი არის. ესეთ ლამაზ და კარგ ადგილას მოცულები. ამასაც არის მოხატული ფრესკები. ძალიან ლამაზია. წმინდა გიორგი ეს სავარაუდოდ დიოკლეტიანე იქნება გამოსახული და ეს უკვე წმინდა გიორგის წამების ამსახველი ფრესკა არის ბორბალზე გაკვრის. ძალიან ლამაზი გუმბათი აქვს. წავედით ახლა ბატეთის სასახლეს გავწდით და დაახლოებით 1 საათში უკვე კი ჩამოვნელდება და მინდა მანამდე დავბანაკდეთ სადმე კარავი გავშალოთ და შეშა მოვიმარაგოთ კოცონისთვის, კიდე კამასოკო ვიყიდეთ, შამფურები გამოსათლელი გვაქვს და შესაწავავი სოკო და ასე რომ მინდა რომ სანამ კარგად აცივდება და დაღამდება მოკი გვაქვს ფარნები, მაგრამ მაინც უმჯობესია დღის სინათლეზე დავბინავდეთ, ესე ვთქვათ. ახ რა ლამაზია ბიჭო. ესე იგი არმისული ქოზიფას მონასტერთან ესეთი მშვენიერი ჩამოსასვლელი ნახეთ იქ დინარე მოწკანწკარ მოჩუხჩუხებს და აი აქ უნდა გავშალოთ კარავი. კარავი დავსცეთ, ძალიან ლამაზი ადგილი არის. ჩემი ღვინო მე საღამოს ყველი სოკო კოცონი გასწორებს. ჩემი ხელით არის დაწურული რა. ხეხით არა ვარ ხელით. დავიდე რა მისკოს დავოდებ მე და ავაჩქარებ კაცს მე პირავ. ესე იგი, კარავი ყვე ავაწყოთ, ახლა შევლაგდებით შიგნით, დავბინავდებით თუ შევსახლდებით უпростоრად და შეშა გვაქვს მოსაგროვებელი. მოსაგროვებელი რა, მოსაგროვებელი მაქვს. შამპურები, გამოსათლელი, ცეცხლი და სანთები. წავით, სანამ დაღამდება საქმეს. მივხედეთ, რომ დაღამდება უკვე ყველაფერი მზად იყოს. ეხლა შამპურებს ვთვლით, რომ სოკო, როგორც გითხარით, სოკო ვიყიდეთ. ცოტა და სოკოს შევიტოვოთ ავაშიშხინით. და შამპურებიც გამოითალა და სანამ ნაგავი ერთად დავაგროვოთ სადმე. ხო, ნაგავი არ დაყაროთ არსად, სადაც არ უნდა იყოთ, მით უმეტეს ისეთ ადგილებში, არც ისე მით უმეტეს არ არსებობს. არ დაყაროთ და მორჩა რა.
ეგ არის ცუდი საქციელი, ეხლა კიდე ვიდეოში არ ვიტყვი. თუ გაინტერესებთ როგორი საქციელია, მომწერეთ ამი კომენტარით და პირადში მომწერეთ და გეტყვით. აი საქციელია ნაგვის ყრა. ეხლა ღვინოს გავხსნით. დედაჭიკა დავილოცოთ რა შეკაიად დაბიარო ჩვენ რა თაველი. დავლოცოთ რა და მე ვიდე მივხედავთ საქმეს პრინციპში საქმეში აღარაფერი დაგვჭა. გაატყადე. რა წამოიღეს რა არის? რა თქმა უნდა მაინც გავხსენით ღვინო და უკვე ვწრუპავთ. ასე ავანთებთ ახლა კოცმოსაც. ესე წავედით უკვე გავუყევით გზას შუანოსკენ. ჯერჯერობით გზა ნორმალური კარგი გზა არის. და შუანოსკენ მიმოვალ გზაზე ესე ჯამჯამას მთა გამოჩნდა. იგივე გვირგვინა, იგივე ჯამჯამა, ვინც ხარ ნამყოფი. დამეთანხმებით რომ ძალიან ლამაზია ლევიტანაც და ჯამჯამას მთაც ესე ამაყად დგას ჯამჯამა. კიდევ უკვე სულ ცოტა დაგვრჩა შუანომდე, თითქმის ასულები ვართ და ის საოცარი ხედებია კავკასიონის მყინვარები. ჩანს აქეთ მხარეს უკვე ულამაზესობაა რა. ვიცი ესეთი გზები რა ეს რა გზა არის ვიცი 78-ში რა ერთი უკრაინელი დაშავდა რა მაგარი იყო მაგარი გეპიცები რა და ჩანს ჩატადილი მაგარაღი მაგ ჩატადილი და ასულივად გუგუნებთ გურაობთ ერთი კვირა და მე მეუბნება რომ წამოდი კარპატებში წავიდეთ რა მაშინ დივა მყავდა მაშინ აი რავი რა გასრიალებული დივა იყო და წამოდიო კარპატებში წავიდეთო და იქა ესე 10 დღეა ესე სულ თებში დივითა დავდიოდი გამოშტერდა გეფიცები რომ აი ესე რომ ესეთი მძღოლი ესეთი შოფერი როგორ ახარო მე ვთხარი ფერი ქვეყანა ეს კარპატები რა არის ხე ჯერი თაგორიადი ქვეყანა ისეთი გზასად არის ჩვენთან კი ასამბლეა ესეთი მისმეტი რა მიუდია გაიდრო იყო ვიცი გაიდრო არა აბა შეჭამეს დაანგრიეს ქვეყანა კიდე ბეტონით და შედები ამათი ასე და ამგვარად მეგობრებო ესეც შუანოს მთაზე ამოვედით და საოცრება ხედები არის ახლა გზიდან კი განახეთ აქეთ მხარეს ესე ჯამჯამას მთა იგივე გვირგვინა ეს დაბლა არის შუანოს მამათა მონასტერი არის დაბლა ულამაზესი ხედები არ ვიცი რა ვთქვა ყველა მხარეს აბსოლუტურად ესე წრეზე რომ იტრიალო გინდა რომ სულ იტრიალო და ყველა მხარეს უყურო აქეთ ეს ულამაზესი შემოდგომის ტყეები კლდეები წინის ეს მე მგონი ხაშური არის ხაშურის სურამები და რაღაცეები და ასე წინ კიდე ახლა უბრალოდ ესე ვიდეოს კადრში კარგად არ ჩანს აი საოცრება არის მთელი კავკასიონია გადაჭიმული ცოტა ღრუბლებშია მაგრამ მაინც კარგად ჩანს ძალიან ესე კავკასიონის მწვერვალები მყინვარებით ხელის გულზე მოსჩანს თითქოს პირისპირ გახარ სიმაღლით არ არის ხარ პირისპირ მაგრამ ესეთი შეგრძნება გაქვს რომ თითქოს პირდაპირ თვალებში უყურებ კავკასიონს აქამდე თუ გინდათ მანქანით ამოსვლა მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდებათ ჯიპით ამოხვართ ფეხით სიარული თუ გიყვართ დაგეზარებათ ფეხითაც შეგიძლიათ ძალიან ლამაზია კი იძახიან რომ ანაკომიო არ არისო სასარგებლო და მავნი არისო მაგრამ მარტო ლაშქრობებში ვჭამხორმე და რავი ძალიან მევასება ლაშქრობაში რა უყოთ ან ეხლა ესეთ კავკასიონის ისეთ ხედზე ვჭავრო 1000-ად უფრო გემრიელი არის და ну ხანდახან მარტო მხოლოდ ლაშქრობებში ვჭამხორმე და ისედაც ეხლა სიმართლე გითხრათ არც სახში არ ვიკვებებით 1000 შხამებით მოყვანილ ბოსტნეულს და ხილს და ისე საკვებს და უბედურებას სოსისებს და ძეხებზე უარესია დავიჯერო ეხლა ეს
არ არის სოსისების ზეხვები არა, მაგრამ ანაკომის ეს კომპანია მაგალითად თუ გამომეხმიანებით რეკლამას გაგიკეთებს სხვადასხვა ულამაზეს ადგილებში ლაშქრობების დროს. მეტი რა გავაკეთო. შვებით ახლა უკვე შუანოსთიდან მამათა მონასტერში შევევლით. ეს ცუდი მონაკვეთები უკვე ჩამოვიარეთ ახლა და აქედან უკვე ისეთი აღარაფერი არის. ასე შუანოს მამათა მონასტერშიც მოვედით. და ეგ შემომიგება მასპინძლად მევრი ლამაჟი ქუცუარი და ორსულად არის ახლა მაკეთარი. ცუგოებს ელოდება. ოქ ცუგო. უცი. ესეთ ლამაზ ადგილას და ლამაზ ხედებზეა შუანოს მამათა მონასტერი. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზად მოხატული ფრესკებია შეიმითაც ლამაზესია. პატარა მონასტერია ესეთ მაღალ ადგილას მთაზე. მოგნათ ქუცი არაფერი გვაქვს საჭმელი, წავედით. რა გიყოთ? ერთი ანაკომის სუპი ქონა ვჭამეთ. წავედით რა. ესე იგი დასრულდა ხალხო, ჩვენი ეს პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი მოგზაურობა. მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და მოკლედ რეკომენდაციას უწევ შუანოს მთაზე და ზოგადად ძამის ხეობა, რა თქმა უნდა, არაერთხელ ვარ ძამის ხეობაში ნავყოფი და არაერთ ადგილას და ულამაზესი არის. ასევე მორწმუნეები თუ ხართ, უამრავი მონასტერი არის, თუ მორწმუნე არ ხარ, ისედაც ძალიან საინტერესო ლამაზი ცოტა ხანში ცენტრალურ გზაზეც გადავალთ უკვე და რა ვიცი, გამოიწერეთ არხი, შეიძლება ეს არის რაღაცა ისეთი ძალიან სანახაობრივი და საოცარი ხარისხის ვიდეო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ინფორმატიული ვიდეო მაინც გამოდგეს ვიღაცეებისთვის და მაინც ვითვალებ ვიშრომებ ავაწყობ ამ ვიდეოს და დავდებ YouTube-ზე. ხო და ის ვიღაცას წამოსვლა უნდა აინტერესებს ადამიანს მიდის მანქანა როგორი გზა მიდის რა სანახაობებია და შეიძლება ცოტა არის საქართველოზე ქართული ენაზე ხელმისაწვდომი ზოგადად ცოტა გვაქვს ინტერნეტში ყველაფერი და უკვე დრო არის რომ გქონდეს ბევრი რაღაცეები და ყველა ადგილზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია იყოს ყველა ადგილის შესახებ. ასე რომ მქონე არის გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო თუ კომენტარსაც დატოვებთ თან უკეთესი. ეს ყველაფერი დაეხმარება ვიდეოს რომ გავცელდეს უფრო და მეტმა ადამიანმა ნახოს.